ყველა ერს გააჩნია საკუთარი იდენტობა, საკუთარი იდენტობის მარკერები. ეს თვისებები, მახასიათებლები, ანუ თვითშეგნება, თვითცნობიერება, თვითახქმა ყალიბდება დროის განმავლობაში, თანაცხოვრების განმავლობაში, როგორც ანდერსონი იტყოდა, ეს არის წარმოსახვითი საზოგადოება, რომელიც იზიარებს გარკვეულ ღირებულებათა სისტემას, რომელიც ყალიბდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. რომელსაც ცხოვრება, შიდა და გარე გამოწვევები აყალიბებს. კულტურული ლანდშაფტიც კი ყველა სხვადასხვანაირი აქვს, იმიტომ რომ ერთნაირ გარემოში მცხოვრებ ხალხებსაც კი. იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზები განაპირობებს, სხვადასხვა გამოწვევები. ქართული იდენტობა საკმაოდ რთული, მისი ჩამოყალიბება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. ქრისტიანობამ მოახდინა ტრანსფორმირება იმ ძველის, მოდი ასე რო ვთქვათ, ფარნავაზიდან მოყოლებული, ხო, რომელიც ენა, ტერიტორია, ისტორიული მეხსიერება, ხო, წინაპართა კულტი, მეფე, რომელიც სახელმწიფოებრიობასთან ასოცირდებოდა. ეს დროთა განმავლობაში შეიცვალა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა ქრისტიანობა და კიდევ მასზე განვითარდა მერე მთელი საზოგადოების ცნობიერება, ცხოვრების წესი, კანონშემოქმედება, რომელიც რა თქმა უნდა არ იყო იმ რეალობას მოწყვეტილი. ყოველი საკანონმდებლო წიგნის შექმნის დროს ავტორი ითვალისწინებდა იმ რეალობას, რომელშიც ესა თუ ის საზოგადოება ცხოვრობდა. და ამიტომ იყო ხანგრძლივი მისი მოქმედების დროც და არეალიც მოიცავდა მთელ საქართველოს. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამ მოხდა მე-18 საუკუნის მიწურულს, როდესაც სოლომონ პირველი იმერთა მეფე გარდაიცვალა და იმერეთის ტახტი პირდაპირ მემკვიდრის გარეშე დარჩა. იმერელი დიდებულები, გურის, სამეგრელოს მთავარი ქუთათელ გენათელი ეპისკოპოსი ჩამოვიდნენ, იახლენ სატახტო ქალაქ ტიფლის, როგორც თვითონ წერენ, და მოსთხოვეს მას, რომ დიდი ხნის ნანატრი, სანუკვარი ოცნება აღესრულებინათ და გაერთიანებულიყო იმიერ და ამიერ საქართველო და დაევიწყებინათ ის რაღაცა გაურკვეველი შუღლი მიწებისთვის, ეს ტიპური ფეოდალური დაპირისპირებები, რაც არსებობდა, მაგრამ სამწუხაროდ უარი მიიღეს ერეკლეს მხრიდან. რა ეწერა აქ? აქ ეწერა, რომ ჩვენო ვართო ერთი წარმომავლობის ხალხიო, ერთი ისტორიის ხალხიო, ერთი სარწმუნოების ხალხიო და ერთი კულტურის ხალხიო. ანუ ჩვენ ერთი ვართო. რაც ახასიათებს რა კულტურული იდენტობის მთავარი მახასიათებელია, ხო? ენა, ტრადიციები, კანონმდებლობა, წარმომავლობა. ძალიან საინტერესო სიტყვა არის ამ ტექსტში, ჩვენ მავსახელობითი სიყვარული გვაქვს, ანუ სავალდებულო სიყვარული გვაქვს ყველა ქართველსო, ამიერ იმიერსო, მთაშიო, ბარშიო. და ამიტომ ჩვენ უფლება არა გვაქვს, რომ სხვანაირად ვექცეოდეთ ერთმანეთს და გვინდოდეს მტრის